ისეთი კარგი სტუმრით დაგებრუნდი სიუჟეტის შემდეგ, ესე იგი ჩვენი სტუმარი ოცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი, მოდელი, ფიტნეს ინსტრუქტორი. მიდი. მამაზესი ადამიანი ძალიან ბევრი. ჩვენთვის საყვარელ, შემანამდე მოდი მოვიყვანეს. ჩვენთვის ძალიან საყვარელ თურქ მსახიობებს. შაკირა ნადა. არა ერთი როლი შესრულებული და აი დღეს ჩვენთან. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. აი რა ლამაზად გამოიყურები. დაბრძანდი. ვიხარია თქვენი სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა. როგორ ხართ? კარგად ხო როგორ ხარ? მადლობა, ვიხარია რომ ჩვენ ვსტუმრობთ. პირველი კითხვა, ხო მინდა რომ მალე ბევრი რამე მოვასწროთ. აი პატარა დროში. შაკირა ნადა. მოდი ხო გითხარი, ვინ დაგარქვა სად თურქეთში, იმიტომ რომ შემართო თურქეთში არ მოღვაწეობდი, იყავი. პირველ რიგში მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ და პირველი არ არის აქ ჩემი მოსვლა, იმიტომ რომ მე ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი ნინოს ადამიანთან ხარ პირველად და ძალიან გვიხარია. ხო, ერთ-ერთ გადაცემაში მეგობრობის დღიური და ეს მეორე ჩემი მოსვლა და იმედია უფრო მეტჯერ. გაასწრებთ იმედია. ბატონო. რატომ შაკირა? შაკირა რატო? ანუ 2013 წელი იყო, როცა საქართველოსთან წავედი და რაღაც კარიერის საწყობას ფიქრობდი, ძალიან პატარა ვიყავი და ინდოეთში ვიყავი ჩასული. და ესე დაიწყო ჩვენი ფოტოსესიებით და შემოთავაზება, რომელიც სამოდელო სტანდარტებზე მინდოდა ჩაბარება და ამასობაში ისეთი იყო, რომ ანუ გვინდოდა სახელით შექმნა და რო შევქმნით სახელი იყო შაკირა და ჩემი ანუ სახელი რომელსაც ნადა იყო, ანუ ეს სახელი ისე გამოვიდა, რომ სტუდიო სახელი იყო შაკირა. და ამით უფრო პოპულარული გავხდი, ამით უფრო სერიოზული გავხდი, ამით უფრო წარმატებული და უფრო ესეთი ის იყო და ეს ფსევდონიმი დარჩა და ახლაც კიდე ამ სახელით. თურქეთში არაერთ სერიალში ხარ გადაღებული, როგორც ვიცით, ხო? როსაც თამაშობდა სხვადასხვა ძალიან ბევრი მსახიობები. საიდან როდის შეგამჩნიეს თურქეთში? ანუ დავიწყე სამსახიობოზე სწავლა, რომ სწავლობდი. სად მოხდა ეგ სამსახიობოზე რომ სწავლობდი? თურქეთში. ისტანბულში სწავლობდი, ჩავაბარე და შემდეგ ისე იყო, რომ შემოთავაზება იყო, ანუ გადაღებები, რაღაცა პროვო კლიპებში მონაწილეობა და მე იქიდან ერთ-ერთმა რეჟისორმა ამირჩია და შემოთავაზეს რამოდენიმე როლები, სადაც უნდა ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავებთან უნდა მეთამაშა. და მე ფაქტობრივად კიდე ის იყო, რომ ცეკვის იყო კურსები და ანუ თურქი ბოდიში ჩაგეჭრები, თურქი ვარსკვლავების სახელგვარი ხო გაიხახსოვს, ჩვენ ხო გვიყვარს თურქული სერიალი. მომღერალი, მისი მოცეკვავი ვიყავი ერთი წელი კონტრაქტით და ფაქტობრივად კიდე მათ ტელევიზიაშიც მუშაობდი როგორც მოდელი. და ნუ ძალიან ბევრთან ახლა ცოტა ისეთი აუცებ რომ გაიხსენო, მაგრამ ბევრი მსახიობებთან, იმიტომ რომ ახლა არის ჩემი ფოტოების და ვისაც დაინტერესებს მართლა ნახავენ და ძალიან ბევრი მსახიობებთან მიმუშავე ვარსკვლავებთან, მომღერლებთან, მსახიობებთან, მურად ილდირი, რომელიც კიდე კი, აი ჩვენთვის ცნობილი. და ანუ მაშინ იყო შერჩევის კონკურსი, როცა არჩევდნენ უცხო გარეგნობის გოგონას, მერე მახსოვს კიდე ჩუქური იყო მეორე სეზონზე. სერიალი, ხო? კი, სერიალი. ანუ სერიალი არ ვიცი საქართველოში გავიდა თუ არა. კი, გავიდა და აქედან გამახსენდა. სერიალები გადის, მაგრამ იმიტომ რომ მე ცოტა ნატო არის მაგაზე დამოკიდებული სერიალები. დიახ, ვარ, თურქულ სერიალებზე ვარ და სულ წარიცხენია. ანუ იქ არ ვიცით სულთან სულეიმანის ის კი, ეგეც გადიოდა ჩვენთან დავამთავრეთ. მაგის შვილის, ანუ იმ როლში და იმ ბიჭის მეორე სერიალებში მაქვს. აი მე ერთი რამე მაინტერესებს, ეს ყველაფერი მეტნაკლებად ვიღაცა მიცის, მაგრამ ის არ იცის, რომ ერდოღანის ძმის შვილთან იცი რა ჩატანილი? მე ვიცი. მალი. ოღონდ მე არ ვიცი წითელი თუ მწვანე. მწვანე. არა, მწვანე არ იყო საქმე. იმიტომ რომ წითელი იყო, ანუ გადაღებაზე ვიყავით, მე გადაღების შემდეგ იყო დეფილე და დეფილეში ანუ ყველა ესწრებოდა ცნობილი ადამიანები და ერთ-ერთმა რეჟისორმა გაიხუმრა, რომ ქართველი გოგოც არის, რომელიც ჩვენთან სტუმრობს და რავი, თავის ტრადიციებზე, ჩვენს ტრადიციებზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ანუ ტყემალი განსაკუთრებულად ჩვენი არის და რაღაცა იქ მე არ ვჭამდი ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ ვარჯიშობდი და ჩანსახყვებაზე ვიყავი და ანუ იქ სხვადასხვა საჭმელი, მათი საჭმელი პირველად ვერ მივიღე და ესეთი იყო, რომ რატო ეს გოგო ყოველთვის წუწუნებს საჭმელს და მე ვთხარი, მე კეჩუპს და მაიონეზს არ ვჭამი, ჩვენთან არის ტყემალი. და შეგვიძლია ეს ტყემალი აქ არ არის, მაგრამ ჩამოგიტანოთ, გავეხუმრე და
მე დააინტერესეს რა არისო და ანუ ფოტოთი ვაჩვენე და მე თვითონ პროდიუსერმა დამირეკა და მთხოვა რომ ანუ ჩვენთან რო ჩამოიტანო და რითი ჩაუტანე ეგ არის ახლა ეს არის საინტერესო რომელიც მე ვერ მოვახერხე გამოტანეს ბოთლი რომელიც გუჩის დაბეჭდილი ბოთლი იყო და როგორც კი ჩამოვედი საქართველოში 7 თვის შემდეგ და გავამზადე და ძალიან ისეთი წვრილი იყო ჩვენი ტყემალი ვერ ჩავასხი და ეს გადავდები შევფუთე რაღაც ჩვენებურად და კოკაკოლის ჩვეულებრივ ბოთლში ჩავდები, ჩავასხი. პლასტიკატის ბოთლებში. კი, და ჩავიტანე და გადავედი თვითონ გაიცანი ეს ბიჭი? მე პირადად არა, ანუ პირადად სხვამ გადასცა, მაგრამ მე თვითონ მადლობის გადასახდელად მე თვითონ მიმიწვია ჩაი და ბაკლავაზე. ძმის შვილმა ესე იგი პრეზიდენტი. კი, მე როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა? ანუ ისე ჩაუბრად მიმიწვია და მადლობა გამოხატა იმის თურქეთ საქართველოს მეგობროდ. თურქეთიდან რატო, როდესაც აი ესე არაჩვეულებრივ დაწყობილია ყველაფერი, რატო წახვედი თურქეთიდან დუბაიში მერე? რატო წავედი და ანუ კიდე მინდოდა სხვა ჩემი ჰობები მიყვარს ძალიან სხვადასხვა სფეროში და მინდოდა რომ ჩემი თავი აღმომეჩინა სხვადასხვა რაღაცებში გამოცდილების გამომდინარე და უფრო აი სხვა თემით წასულიყავი და რა თემა იყო ეს შენ თვითონ გითხარ? ანუ იქაც სამოდელოზე როგორც კი 2013 წელს ჩვენ გავხსენთ პირველი სტუდიო რომელიც დუბაი მარინას ფეშენ ვიკი იყო ამის მიზეზი ის მეც ვინც მაღიარეს და მაშინ აკრძალული იყო გადაღებები მსგავსი არაბეთის ეს ცოტა მაშინ დახურული იყო დუბაის თემა და რაღაცა ახლა ცოტა ტურისტული უფრო მეტი გახდა და ანუ ჩემი შემოთავაზება ინდოელებისგან იყო, თვითონ ინდოეთში ვიყავი ჩასული და ინდოელებმა შემომთავაზეს განმობარგება. დავგეგმეთ და სტუდია იყო შაკირას სახელი და მე ვთხარი მე მინდა რომ ჩემი ქართული სახელი გამოვიყოთ ნადა და ანუ შაკირას სტუდიო ნადა იყო და თვითონ ვიყავით ორივე ორგანიზატორიც, ერთად მუშაობდით, ფოტოგრაფით და მეც კიდე ფაქტობრივად წილში ვიყავი იქ მაგ დროს და ანუ ესე გაგრძელდა ჩვენი იზა. მე ვატარებდით გადაღებებს, მოდელები ჩამოყვავდა. შემდეგ მეც ვაგრძელებდი და ძალიან ბევრი გადაღებები გავაკეთე. ძალიან საინტერესოა. ლიდერ ფიტნეს კომპანიის ოფიციალური სახე გახდი. ხომ ასეა? ეს იყო 2023 და ეს არის მიზეზი ფიტნესში გადაბარგების? არა, მე ყოველთვის ვარჯიშობ, ფორმაში უნდა ვიყო, ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მიყვარს. ფორმის შენარჩუნება, მოვლა და სულ ვარჯიშობის, სულ ფიტნეს ინსტრუქტორები მყავდა და გადავწყვიტე რომ ჩემი თავი გამომეცა და ჩემი ჰობი იყო რომ მე თვითონ ინსტრუქტორი გამხდარიყავი და ეს მომენტი ისე იყო რომ დაფიქრებულად გავაკეთე, გამიზნოთ რომ ანუ სამომავლოდ რაღაცა გეგმა მქონდა შემუშავებული რომ აი ბიზნესის აღწევად მინდოდა, იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარს რაღაც ბიზნესის დაასახვა, დაგეგმა და რა მომავლისთვის რა შემიძლია შევცვალო, გამოვცადო ყველა სფეროში ჩემი თავი და მაინტერესებს სხვა კუთხით როგორ გამოვშდებოდი. ძალიან მარტივად ყვება და აი დიპლომი არ არის საჭირო, აი რამდენად მარტივია. როგორ არა? ეს გავაკეთე რაღაცა ძალიან კინოს უყურებ და დიპლომი რაღაცა. დიპლომი რა შეეხება, ანუ იქ შემოთავაზება იყო, მე პირველი სახე გავხდი ლიდერ ფიტნეს მოდელი და ჩვეულებრივად იქაც ვარჯიშობდი და მე შემოთავაზება იყო, რომ მესწავლა კონკურსი ის უნივერსიტეტია ჩვეულებრივი, სწავლობდი წელიწადი და 3 თვე, ჩავაბარე უკვე რამოდენიმე თვეა, დიპლომი ოფიციალურად აღებული მაქვს, ინტერნაშონალი არის და ახლა უკვე შემიძლია ნებისმიერ ქვეყანაში წავიდე იმ დიპლომით, სადაც შემიძლია ანუ ვიმუშაო ფიტნეს ინსტრუქტორად ვიმუშაო. კი, ახლა კიდე ფაქტობრივად ზოგჯერ არაბ ქალებთან VIP-ზე მუშაობ, იმიტომ რომ თვითონ არ გადიან და ბოლო 3-4 თვეა ანუ დაკვეთით მუშაობ, სადაც ოჯახებში და თავიანთ დილებში, იმიტომ რომ არ შეიძლება არაბი ქალები არ გამოდიან ფიტნესზე, არ გამოდიან და არ ვარჯიშობენ. არ შემიძლია ხა არ კითხო. 3ჯერ დაინიშნე და 3ვეჯერ უარი. ერთ რაღაცას კიდე გამოვაკლე, მეორე დიპლომიც ავიღე, რომელიც სამედიცინო სფეროში გამოცდილება მიიღო. უიგრა საინტერესოა. ეს უკვე ერთი თვის. ეს უკვე მესამე სტუმრობაზე. ეს ხო. აბა ეხლა ის 3ვეზე რო უარი თქვი, ესე იგი შემასაქმიანობა აჯობა, სიყვარულს თუ რა ხდებოდა. ძალიან ცოტა დრო გქონდა. კი, ახლა შემოკლებით ვიტყვი, იმიტომ რომ 3ჯერ დავინიშნე ერთი და იგივე ადამიანზე. რაში ყოფილა საქმე? კი, და ანუ ჩემი უარის თქმა და ანუ დრო წლები გავიდა, მაგრამ ანუ ძალიან მიშლიდა ხელში ჩემს კარიერაზე. ყოველთვის მიყვარს რომ ჩემით გავაკეთო რაღაცა წინ კარიერა, რაღაცა შევცვალო, რაღაცა
გამოვცადო ჩემი თავი სხვა სფეროში და ანუ არ გამომდიოდა ისეთი ურთიერთობა, რომელიც ანუ ხელსაშეგეშვია. ხო, და მომავალი ჩემი მომავლის ის მქონდა ჩაფიქრებული გეგმები და ორი მესამე უკვე ჩავშალე. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა. აი დრო გვეწურება, რა ვქნა, ვაწყვეტინებ ამ ადამიანს, ამოგვეწურა დრო, კიდევ ერთხელ უნდა მოხვიდე. ბევრი რაღაცები და მოგვიყვე და მოკლედ თავარია გინდა. წარმატებას გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. თავარია მიზანი დაისახო, ისრომო და ყველაფერი აქ ვაპირე მიზანი ისედაც დასახული მაქვს, იმიტომ რომ ეს როგორც ლიდერ ფიტნესი მე სისა მაქვს დამიზრდა. ბევრი წარმატება. ბევრი წარმატება. მე მშვიდობებით ხვალ. ხვალამდე გემშვიდობებით. ბედნიერად.